ანკარაში იქ, სადაც ხვალ ნატოს წევრი სახელმწიფოები და გაერთიანების პარტნიორი ქვეყნები შეიკრიბებიან მთავარ ღონისძიებებში საქართველოს წარმოდგენილი არ იქნება. ქვეყანა, რომლის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული, საერთაშორისო დღის წესრიგის მიღმა აღმოჩნდა იქ, სადაც რეგიონული მშვიდობის და უსაფრთხოების საკითხები განიხილება. ოცნების ხელისუფლებიდან ხვალ ანკარაში მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავა, როგორც დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ვიგებთ, მაკა ბოჭორიშვილი იმ ღონისძიებას დაესწრება, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის და სოციალური კვლევების ფონდის მიერაა ორგანიზებული. ძალიან სამწუხარო არის, რომ ნატო სამიტში სრულუფლებიანი მონაწილეობის ნაცვლად საქართველოს არის გარე ფორუმის მონაწილე, რომელსაც აორგანიზებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ძალიან კომიკურიც კი არის, რომ მთავრობა, რომელიც ებრძვის სამოქალაქო საზოგადოებას, ასე აქტიურად და დიდი სურვილით იღებს მონაწილეობას სამოქალაქო საზოგადოების მიერ ორგანიზებულ ფორუმში. რა თქმა უნდა, ეს არ არის ნატოს სამიტი, ეს არის გვერდითა ღონისძიება, საინტერესო, მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს არ არის სრულუფლებიანი მონაწილეობა ნატოს სამიტში. საქართველოს, რომელმაც ნატოს ასპირანტის სტატუსი 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ოფიციალურად მოიპოვა, ოცნების ხელისუფლების მმართველობის პირობებში ჩრდილოატლანტიკური გაერთიანების შეხვედრებზე უკვე მეორე წელია არასასურველი პარტნიორია. ივანიშვილის გუნდიდან არ ჩარშან მიუწევიათ ვინმე ჰააგის სამიტზე. 2023-24 წლებში კი ვილნიუსსა და ვაშინგტონში გამართულ სამიტებზე ქვეყანას საგარეო საქმეთა მინისტრი წარმოადგენდა. საქართველოს დღეს არის მაქსიმალურად იზოლირებული, საქართველოს მაქსიმალურად დატოვებული მარტო, საქართველოს აღარ განიხილება როგორც არც ევროკავშირის, არც ნატოს პარტნიორი ქვეყანა. საქართველოს მიმართებით აღარ არსებობს არც ერთი ახალი ინიციატივა, საქართველოს აღარ არის უკვე არც ერთ იმ ფორმატში, რომელშიც ყოველთვის განიხილებოდა ჩვენი მონაწილეობა, ამიტომ ის მომენტი, რომ საქართველოს არ იქნება წარმოქმნილი ანკარაში ნატოს სამიტზე, სრულად არ არის გასაკურით. განსაკუთრებით ნატოს სამიმართებით უნდა გვესმოდეს ძალიან კარგად, რომ პოლიტიკური პარტია ქართულმა ოცნებამ რეალურად ნატოსთან მიმართებით საკუთარი პოლიტიკა დააფიქსირა 2012 წელს, ანუ 14 წლის წინ, მათ ძალიან გაცხადებულად თქვეს ნატოსთან თანამშრომლობაზე ვარ. 2008 წლიდან მოყოლებული საქართველოს ნატოს დოკუმენტებში ყოველთვის დიდი ადგილი ეთმობოდა. დეკლარაციებში საუბარი არა მხოლოდ ალიანსსა და საქართველოს შორის თანამშრომლობაზე იყო, არამედ ნატოს პირობაზეც, რომ ქვეყანა გაერთიანების წევრი უნდა გამხდარიყო. ოცნების საგარეო პოლიტიკის შედეგად კი ეს ჩანაწერი 2024 წლის ნატოს კომუნიკედან საერთოდ გაქრა. თუ გავითვალისწინებთ ანკარაში დაგეგმილი ნატოს სამიტის დღის წესრიგს და შევხედავთ მას, აღმოაჩენთ, რომ ამ ფონზე საქართველოს არ მიწვევა სრულიად ბუნებრივია, იმიტომ რომ დღის წესრიგში არის სამი მთავარი საკითხი. ეს არის სამხედრო ინდუსტრიული ბაზის გაძლიერება, ეს არის თავდაცვის ბიუჯეტების ზრდა, ეს არის უკრაინის მხარდაჭერა, ხო, და ამის გაზრდა წევრი და მოკავშირე სახელმწიფოების მხრიდან. ყველა ამ სამ პუნქტში ჩვენ გვაქვს სერიოზული ჩამორჩენა. მაშინ, როდესაც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია არის საქართველოს ეროვნული ინტერესი, რომელიც ჩადებულია საქართველოს კონსტიტუციაში და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში, გარდა ამისა, საქართველოში არის ორი ოკუპირებული რეგიონი და ნატოს სამიტი იმართება მეზობლად შავი ზღვის რეგიონში, ანკარაში. აქ საქართველოს არ წარმოდგენა ოფიციალური უწყებების სახით, რა თქმა უნდა, არის ძალიან მძიმე დარტყმა ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისათვის. ხელისუფლების ოპონენტებისთვის პარტნიორების გადაწყვეტილებები მოულოდნელი არ არის. ოპოზიცია თანხმდება, რომ რეჟიმმა საქართველოს იზოლაციაში მოაქცია და ურთიერთობები ავტორიტარ მმართველებთან გაამყარა, რასაც მათთვის ოცნების წარმომადგენლების ოფიციალური ვიზიტებიც ადასტურებს. მათ შორისაა მიხელ ყაველაშვილის ბოლო ვიზიტი ირანში. საქართველოს არის იზოლაციაში, ამაზე პასუხისმგებელი არის ბიძინა ივანიშვილი და მთელი ქართული ოცნება, რომლებმაც ჩვენი მეგობრები მტრებად გამოაცხადეს, ბრიუსელის მხრიდან გაღებული კარი შიგნიდან ჩაკეტეს და ამ კარის გახსნას ცდილობს ჩვენი საზოგადოება. კი, რა თქმა უნდა, საქართველოს ივანიშვილმა არა მხოლოდ იზოლაციაში მოაქცია, არამედ საქართველოს არის ავტორიტარულ ბანაკში. ოცნება ცდილობს თავისი ამორჩეველი მოქალაქეები დააჯიროს, დაარწმუნოს იმაში, რომ მას რეალურად აქვს მულტივექტორული საგარეო პოლიტიკა. სინამდვილეში ეს არ არის მულტივექტორული საგარეო პოლიტიკა, დღეს საქართველოს მთავარი ამოცანაა ამ გლობალური გამოწვევების პირობებში კომუნიკაცია, ჭიდრო კომუნიკაცია, სტრატეგიული პარტნიორობა გქონდეს ჩვენ დასავლურ პარტნიორებთან. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა ყველა ქვეყანაში, ყველა სახელმწიფოში უნდა იყოს წარმოდგენილი, მაგრამ პრაგმატული ჩვენი ეროვნული დღის წესრიგით.
ოცნების ხელისუფლება, რომლის ახალი პროპაგანდისტული მესიჯბოქსი მულტივექტორული საგარეო პოლიტიკაა, პრიორიტეტი კი ცენტრალური აზიის ქვეყნებთან პარტნიორობის გაღრმავება ნატოს სამიტის მიღმა დარჩენაში პრობლემას ვერ ხედავს. უმრავლესობის ლიდერი კითხვებზე პასუხების მისაღებად სამიტის ორგანიზატორებთან გვამისამართებს. სადაც მიგვიწევენ და ჩავთვლით საჭიროდ რომ უნდა წავიდეთ, როცა მიგვიწევენ, რა თქმა უნდა, ყველგან ვიქნებით წარმოდგენილი ღირსეულად, ისე როგორც ყველგან ვართ ღირსეულად წარმოდგენილი. როდესაც სადმე არ მიგვიწევენ, აქაც უცბელად გეუბნებით, რომ ძალიან ნაკლებს ფიქრობთ ამ თემასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ჩვენ სამეზობლოში, რეგიონში, სამძიმარზე ჩასვლას, თუ სხვადასხვა ღონისძიებაზე ჩასვლას, ეს არის რეგიონი და ჩვენ ამას ესე გავაგრძელებთ, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი პოლიტიკა, ის პრაგმატული პოლიტიკა, ის სამშვიდობო პოლიტიკა, რომელსაც მიყვება ქართული ოცნება. თურქეთი ნატოს სამიტს პირველად 22 წლის შემდეგ ანკარაში მასპინძლობს. შეხვედრები 7-8 ივლისს გაიმართება. ალიანსის წევრების და პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენლების სამიტზე მთავარი საკითხი ევროპის უსაფრთხოების გაძლიერება, უკრაინის მხარდაჭერა და ნატოს თავდაცვის უნარიანობის გაზრდა იქნება.